ალუჩა. აგერ არ კიდევ ალუჩა. წავალ გემრიელ ჩაკაპულს მოვამზადებ. ჩაკაპული ჩვენი სააღდგომო სუფრის ერთგვარ ტრადიციად იქცა. ეს არის ძალიან არომატული კერძი, რომელიც იმპროვიზაციის დიდ საშუალებას გვაძლევს. ჩემს მიერ მომზადებულ ჩაკაპულს ექნება განსხვავებული ფორმა, მაგრამ ტრადიციული გემა. გამოვიყენებ დეკეულის ხორცს, რომელსაც დავბეგვავ, მივცემ რულეთის ფორმას, დავბრაწავ და ღუმელში დავასრულებ. რა თქმა უნდა, ბევრი მწვანილი, ალუჩა, რომელიც მჟავე გემოს მისცემს და ღვინო, რომელიც ხორცს დაარბილებს და კერძს მსუბუქს და წვნიანს გახდის. და რა თქმა უნდა, ტარხუნა, რომელიც აქ მთავარ როლს თამაშობს. მოკლედ, დავიწყებ. პირველ რიგში გამოვიყენებ დეკეულს. დეკეულის ხორცის ნაჭერი უნდა იყოს სქელი. შუაზე უნდა გადავჭრა, ოღონდ ბოლომდე არ ვჭრი. შემდეგ გადავხსნი. ცოტა სქელია, ამიტომ სჭირდება კარგად დაბეგვა. ამოვატრიალებ. დეკეულის გამზადება ძალიან კარგი ჩაკაპული. დეკეულის ხორცი კარგად დავბეგვე. ეხლა ზედმეტ ნაწილებს მოვაჭრი. ზუსტად რო ვიცოდე რა ნაწილები მჭირდება მოსაჭრელად, პირველ რიგში უბრალოდ გადავახვევ. აი ეს ნაწილი არ მჭირდება. ეს ზედმეტია და ასევე აი ეს ბოლოც. ასე რომ გამოვა იდეალური ჩაკაპულის რულეტი. მაშასე, შემდეგი ნაბიჯი არის მწვანილების დაჭრა. მწვანილები გვჭირდება ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი და რა თქმა უნდა ტარხუნა. ჩაკაპულის მოსამზადებლად გვჭირდება ბევრი მწვანილი. რაც უფრო ბევრს გამოვიყენებთ, მით უფრო არომატული გახდება. აი ესე უხეშად დავჭრი. ცოტა ქართული კახური ღვინო, თეთრი ღვინო. კარგად ამოურევ. ღვინო მინდა გაუჯდეს მწვანილს, და მწვანილი და ღვინო კიდევ ხორცს. მწვანილები მზად არის, დროა ხორცი გავშალო. აუცილებლად სჭირდება მარილი. კარგად, ორივე მხრიდან. და მწვანილი უნდა მოვაყარო აბსოლუტურად ყველგან. უნდა იყოს გაჯერებული ტარხუნით, ოხრახუშით, ქინძით და მწვანე ხახვით, როგორც ნამდვილი ჩაკაპული მზადდება. რა თქმა უნდა, ალუჩა ერთი ხაზი ეყოფა. შვენიერი. დავიწყე გადახვევა.
პირველივე რულეტში უნდა იყოს მოთავსებული ალუჩა. აუცილებლად უნდა დავაბათ ეს ხორცი, უარს არ გაიქცეს. ჭირდება ესეთი სქელი თეთრი ძაფი. ჯერ არ გავწყვიტო. და დავიწყებ გადახვევას. პირველ რიგში პატარა კვანძი, ჭიდროთ. შიგნით მწვანილია, მწვანილი უფრო დაპატარავდება. შემდეგ თავი. კიდევ რამოდენიმე კვანძი და ჩაკაფულის რულეტი შესაძლოა მზად იქნება. გრილი წინასწარ მაქვს გაცხელებული, რა თქმა უნდა, ცოტა ზეთი. მარილი გემოვლებით ისევ. თანაბრად დავბრაწავ ყველა მხრიდან, ხაზები ექნება და შემდეგ ღუმელში დავასრულებ. ჯერ არ არის ამოსატრიალებელი, ამას დასჭირდება დაახლოებით 5-10 წუთი. შეგვიძლია ამოვატრიალოთ უკვე. თავისივე ცხიმი. სანამ ხორცი იბრაწება, გამოსაწყო ფორმაში ჩავასხავ ღვინოს. ღვინო ისევ თეთრი, კახური. ეს ღვინო დაარბილებს ხორცს, კერძ უფრო მსუბუქს და წვნიანს გახდის. ჩაკაფულის რულეტი მზად არის გამოსაცხობად. მოვათავსებ ღვინოში. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში მოვათავსებ რულეტს. 200 გრადუსი, დაახლოებით 45 წუთი და ამასობაში შემდეგაც მოვამზადებ. ვამზადებ ფხარეულს, რომელიც ქართული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. ვამზადებ ყაბაყის, ჭარხლის, პრასის, ცოტათი ჩემი ინტერპრეტაციით. ფხალს მოუმზადებ ჭადს, რომელსაც ტარხუნასთან ერთად ავზელ. დავიწყებ. პრასი პირველ რიგში უნდა მოვთუთქოთ, ასევე ჭარხალი. დავჭრი 3 ნაწილად და უკვე მდუღარე ქვაბში მოვათავსებ. მოთუთქვას სჭირდება დაახლოებით 5 წუთი. ასევე დროს არ დავკარგავ და ჭარხალს მოვათავსებ. ყაბაყი მჭირდება დაახლოებით 2 ცალი, სახეხი. ბოლოები უნდა მოვაჭრათ. ყაბაყის ფხალი მზადდება ძალიან მალე. პირველ რიგში უნდა გაიხეხოს. ყაბაყი გავხეხე, შემდეგ უნდა დავბრაწოთ. ჭირდება საშუალო ცეცხლი, ცოტათი ზეთი და რა თქმა უნდა გახეხილი ყაბაყი. ყაბაყს დიდი ხანი არ სჭირდება დაბრაწვა, დაახლოებით 5 წუთი მაქსიმუმ. მოვაყრი მარილს, წვენი რო გამოუშვას. სანამ ჭარხალი, პრასი და ყაბაყი მზადება, მე მოვამზადებ ყველა დანარჩენ ინგრედიენტებს ფხარეულისთვის. პირველ რიგში მჭირდება ნიორი და ხახუ. გავფრთხვნი, დავჭრი და გავხეხავ. ნიორი მჭირდება დაახლოებით 6-7 კვილი. ყაბაყი მზად არის, შემიძლია გადმოვიღო და გავაცივო. ხახვი ძალიან წვრილად დავჭერი. ერთი დიდი ხახვი საკმარისია. გადმოვიღებ პატარა ჯამში. ეხლა გავხეხავ ნიორს.
სანამ ჭარხალი, პრასი და ყაბაყი ცივდება, მოვამზადებ ჭადს. ჭადს ამოვზილავ ტარხუნასთან ერთად. ჩვეულებრივ ჭადის ფქვილი, ტარხუნა, ნახევარი თავი. ჭირდება მარტო ფოთლები. დავჭრა ძალიან წვრილად. დაჭრისას არომატი უფრო უღვივდება და ჭადიც უფრო გემრიელი გამოვა. ტარხუნა დავჭერი. მოვათავსებ უფრო ღრმა ჯამში ჭადის ფქვილი, დაახლოებით 9 კილო და რა თქმა უნდა წყალი. წყალი სჭირდება იმდენი, რამდენიცაც შეიძელს. უპირველეს ყოვლისა, მარილი გემოვნებით. ჭადს რაც უფრო დიდი ხანი ზელ, მით უფრო გემრიელი გამოდისო, ნათქვამია. მეც დროს არ დავინანებ და ამოვზელ დიდი ხანი. ძალიან არომატული ჭადი გამოვა. დროა უკვე გამოვაცხობ. რა თქმა უნდა, ზეთი. მივცემ მრგვალ და თხელ ფორმებს. ჭირდება პატარა ბურთულები ასე. ყურადღებით უნდა ვიყოთ ჭადის გამოწყობისას. კარგი, გემრიელი და რბილი გამოვიდეს შუაში. ჭადი მზად არის, შემიძლია გამოვთო. გადმოვიღებ სალფეტკიან თეფსზე, ზეთი რომ შეიწოვოს. ჭადი მზად არის. ყაბაყის ფხარის მოსამზადებლად ჭირდება ცოტათი პიტნა, ლეღვი წვრილად დაჭრილი, ხახვი და ნიორი უკვე მაქვს დაჭრილი. დავიწყებ ლეღვით. ჭირდება დაახლოებით 3-4 ცალი. ყაბაყის ფხალს ლეღვი გაამდიდრებს, ხოლო პიტნა კიდევ არომატულს გახდის. ჭირი მაქსიმალურად წვრილად უნდა დავჭრათ. მოვათავსებ ყაბაყში. ავიღებ პიტნას. პიტნას წვრილად დავჭრი, ბევრი არ გვინდა, დაახლოებით მე-4 კონის. მოვაყრი ყაბაყს. ცოტათი ქეშუს თხილი, დაახლოებით 1 მუჭა. ესეც დატეხილი. და მე წვრილად დაჭრილე. ქეშუ არ მინდა რომ გავატარო, დავკეპავ. მინდა რომ ყოველ ლუკმაში იგზნობოდეს. მარილი გემოვნებით. ცოტათი პილპილი. რა თქმა უნდა, უცხო სუნელი. ცოტა წითელი წიწაკაც. საკმარისი ამას კარგად ამოვზილავ. ყაბაყი კარგად ამოვზილე, უფრო გემრიელი, ქართულ გემოზე რო იყოს, გატარებულ ნიგოსაც მოვაყრი. ცოტა ნიორი, ცოტა ხახვი. და საგულდაგულად ამოვზილავ. ყაბაყის ფხალი მზად არის და ძალიან გემრიელია. პრასი აუცილებლად უნდა გავწუროთ. უხეშად, არ მინდა წვრილად, უნდა იყოს დიდ ნაჭრებად. პრასი ასე უხეშად დავკეპე. მოვათავსებ ისევ ჯამში, შევაზავებ. აუცილებლად სჭირდება ქინძი. წვრილად დავკეპავ. დაახლოებით 9 კონა. სუნელები, რა თქმა უნდა, უცხო სუნელი. ცოტა ქინძი. წითელი წიწაკა. ხმელი სუნელი. პილპილი გემოვნებით და ასევე მარილი. ხახვი.
ბევრი არ უნდა ხახვი, თვითონ პრასი უკვე მძაფრია. ნიორი, ცოტათი. რა თქმა უნდა, ნიგოზი. ამას კარგად ამოუვლევ ერთმანეთში. პრასის ფხალს დავუმატებ მზესუმზირას და კიდევ უფრო ჩემებურს გავხდი. ბევრი არ უნდა, დაახლოებით ნახევარი მუჭა. კარგად ამოვზილავ. პრასის ფხალიც მზად არის. სანამ ფხალს დავასრულებ, ჩვენ ჩაკაპოს ზემოდან აი ეს ღვინო რაც არის თავის წვენს ზემოდანვე მოვასხავ. უფრო რბილი და უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს. ეს პრინციპში მზად არის, შემიძლია გამოვთო კიდევაც. ჭარხალი. ჭარხალსაც ზუსტად პრასივით უნდა გაწურვა. ამასაც დავკეპავ უხეშად. რა თქმა უნდა, ცოტა ხახვი. ნიორი. ქართული სუნელები, კინძი, უცხო სუნელი. პილპილი, მარილი გემოვნებით. შევაზავებ ნიგოზით და უფრო გემრიელი და ჩემებური რო გავხადო, გავუკეთებ მოცვს. ეს კარგად ამოვზილავ ერთმანეთში. ჭარხლის ფხალი მზად არის. ფხალეულს გავასერვირებ ტრადიციულად გობში. ყაბაყის დიდი გუნდა. შემდეგ პრასი. ჭარხლის. ფხალს აუცილებლად მოვუწყობ ტარხუნიან ჭაძს. ცოტა ალუჩა. ცოტა ლეღვი. ცოტა ნიგოზი. ცოტა მზესუმზირაც. ფხალეულობა მზად არის, ჩაკაპულსაც გამოვიღებ. თოქს მოვაშორებ, რა თქმა უნდა. ჩაკაპულს გავაფორმებ ამ თეფშზე. მოვაყრე ზუსტად იმ მწვანილებს, რაც სჭირდება ჩაკაპულს. მწვანე ხახვი, კინძი, ტარხუნა და მოხრახუში. გავშლი. შვენიერი. ხორცი, ჩაკაპულის მწვანილი, ალუჩა. აბსოლუტურად იგივე არომატი აქვს, რაც ჩვეულებრივად მომზადებულ ჩაკაპულს. აუცილებლად უნდა მოვასხათ ზემოდან ჩაკაპულის წვენი და ღვინო. ცოტა ალუჩა და ისევ ცოტა მწვანილი. ჩაკაპული განსხვავებული ფორმით და ფხალეული ჩემებურად მზად არის. გურმანია საღდგომოთ მზად არის.
ხახვი არის ძალიან წარე. სახიში ზად არის. წამოდუღდება ანგლისის соуსი მზად არის. ანგლისის კრემი მზად არის. თავიდან ხო? ანგლისის соуსი ანგლისის როგორც კი ცოტათი წამოდუღდება ანგლისის соуსი მზად არის. აი соуსი ისო. კრემს რო არ ვაკეთებ ხოლმე ხო? მნიშვნელოვანია რომ კრემს სულ ვურიოთ. ანგლისის აი მე ვურიოთ სანამ არ წამოდუღდება. როგორც კი ანგლისის соуსი წამოდუღდება, რა. კიდევ კრემი. ხო, ანგლისის соуსი მზად არის. ჩემი ჯამო. ჩემი ჯამი თქო მღეროდი და ადამიხო. უფრო სწრაფად გვიცემს გული და უფრო ემოციურები ხდებით ამ დროს. ჩვენ გვაწყობს რა, ანუ უხდებით ახლა ქალები. არა, ვერ ნახე რომ შემეს ხა? ძანჭა. ფენი არ გა. დაწყნარდი რა. ყველაფერი მზად არის. ველოდებით. და მე რატო არ მოვიდა? რატო არ მოვიდა? დეკან მოდი შენ მოდი. შენ ზუგათი მოდი. გორავს.